მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. დღევანდელ გადაცემაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი უნდა წარმოგიდგინოთ, იმიტომ რომ ამ წიგნის გამოცემას ზუსტად 1 წელია ველოდები. არა, უფრო მეტი. წელიწადნახევარია დაახლოებით ველოდები და ამ წიგნმა მნიშვნელოვანი არამედ ხო, საერთოდ ქართულენოვანი მკითხველისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია. თანამედროვე საკმაოდ ისეთი გავლენიანი და წონიანი ინტელექტუალური ავტორის. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ლუდმილა ულიცკაიას დანიელ შტაინი თარჯიმანი. ლუდმილა ულიცკაია წეგან შემთხვევით არ მიხსენებია ინტელექტუალური ავტორი, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ ინტელექტუალ მკითხველს უყვარს ეს ქალი და ისეთი პიროვნება ცოტა სკანდალური, ცოტა მეამბოხე, არაკონფორმისტი ქალი რუსეთში დაბადებული, რომელიც დღეს უცხოეთის აგენტად ჰყავს ხელისუფლებას გამოცხადებული, რომელსაც ნამდვილად არ აქვს ისეთი კარგი პირობები და ხელშეწყობა, რომ თავის სამშობლოში იმუშაოს, რომელიც განიცდის 1000 გვარი სახის ზეწოლას და შეიძლება ითქვას, რომ რეპრესიებსაც და რომელსაც უწინასწარმეტყველებენ, რომ სულ მალე ის ნობელის პრემიას მიიღებს. აი უფრო გაწულებთ რომ თქვათ ტოტალიზატორების და ზოგადად ბუკმეკერების აზრით უკვე 6 წელია, ბოლო 6 წელია წარმოედგინეთ, ყველაზე დიდი, ყველაზე ნაკლები კოეფიციენტი ნობელის პრემიის აღებისა ლიტერატურაში აქვს ლუდმილა ულიცკაიას. ანუ ყველაზე მეტი შანსი რომ მიიღოს ნობელის პრემია აქვს ამ ქალს. თუმცა ჯერ არ მიუღია, მაგრამ წელსაც 2025 წელს ყველაზე მეტად თვლიან რომ ლუდმილა ულიცკაია აიღებს ნობელის პრემიას დეკემბერში. რატომ ამხელა ინტერესი? ხომ თითქოს რაღაც არსებობენ უფრო დიდი სახელებიც ლიტერატურაში, თანამედროვე ლიტერატურაში, მაგრამ ლუდმილა ულიცკაია ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანია. ის აღარა უკვე საკმაოდ ასაკშია, 82 წლისა ულიცკაია, 1953 წელსაა დაბადებული. ხო, ის დაიბადა უფაში, რუსეთის საკმაოდ შორეულ ნაწილში, სადაც მისი ოჯახი მეორე მსოფლიო ომისას გადაასახლეს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ორივე მშობელი წარმოშობით ებრაული წარმოშობა ჰქონდათ და ასეთ ოჯახებს, როგორც წესი, იმ დროინდელ რუსეთში არაჩერებდნენ დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით დედაქალაქში. თუმცა სკოლა უკვე ულიცკაია მოსკოვში დაამთავრა, ომის შემდგომ მიცეს მათ უფლება დაბრუნებულიყვნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას. სხვათაშორის ბიოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, საერთოდ ლიტერატურასთან არაახლოს მდგომი პროფესიისა და 1970 წლამდე საკმაოდ ისეთ დიდ ინსტიტუტში მუშაობდა, გენეტიკის ინსტიტუტში მუშაობდა. თუმცა როგორც თვითონ ამბობს, 1970 წელს დაანება სამსახურს თავი და მას შემდეგ სახელმწიფო სამსახურში აღარ მიმუშავია. ამ დროიდან ის უკვე ეცნობა იმ დროინდელ პოეზიის და პროზის საუკეთესო წარმომადგენლებს, მეგობრობს დისიდენტებთან 70-იანი წლებიდან მოყოლებული და მისი მთავარი საქმიანობა ამ პერიოდში იყო ეგრეთ წოდებული სამიზდატების გამოცემა. ყველა დიდი წიგნი, რომელიც ითარგმნებოდა უცხოელი ავტორების რუსულ ენაზე, ფაქტობრივად ყველა დიდ წიგნში აქვს ხელი გარეული ულიცკაიას, ასევე იმდროინდელი საბჭოთა რუსი და არა მხოლოდ რუსი წერლებისა და პოეტების ნაწარმოებების სამიზდატის ტიპით გამოცემებს აკეთებდა. აქ საუბარია სახაროვზე და უამრავ ადამიანზე, რომლებსაც დევნიდა და საბჭოთა ხელისუფლება და მას შემდეგ მთლელი მისი ცხოვრება მიუძღვნა ან ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას, ან მშვიდობისთვის ბრძოლას და ასევე ლიტერატურას. უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მან დაიწყო მისი წიგნების გამოქვეყნება, გააფორმა ხელშეკრულებები მთავარ რუსულ და არა მხოლოდ რუსულ გამოცემებთან, თუმცა რა თქმა უნდა ის რუსულ ენაზე წერს დღემდე და მთავარი მისი ნაწარმოებები პირველ ენაზე და პირველ რიგში რა თქმა უნდა გამოდიოდა რუსულ ენაზე, მაგრამ მას შემდეგ რაც ჯერ 2011 წელს ის გვერდში დაუდგა ელცინ ცენტრს, რომელიც
ხელისუფლების მხრიდან განიცდიდა ზეწოლას, ხოლო შემდგომ უკვე 2014 წელს მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება ყირიმის ანექსიის გამო, ჩავიდა რამდენჯერმე კიევში, მან დააფუძნა რუსებისა და უკრაინელების ხიდი, რომელიც ამ ორი ხალხის წარმომადგენლების დიალოგს მოიცავდა, საკმაოდ დიდი პლატფორმა დაარსა, ხოლო 2022 წელს უკვე ხმამაღლა გაილაშქრა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიის წინააღმდეგ და ის, რა თქმა უნდა, გამოცხადდა უცხოელ აგენტად რუსეთში. იზოლებული გახდა, წასულიყო ემიგრაციაში, გერმანიაში ცხოვრობს ის დღემდე და რაც ძალიან უცნაური და არასასიამოვნო ფაქტია, 2024 წლის შარშან, 2024 წელს გამომცემლობა AST-მ, რომელიც AST და EXMO ორი მთავარი გამომცემლობაა რუსეთის ტერიტორიაზე, გამომცემლობა AST-მ გამოაცხადა, რომ წყვეტდა ყველანაირი საავტორო ჰონორარის გადახდას ულიცკაიას მისამართით, რადგან ის ჩვენს მიერ გადახდილ ჰონორარებს უკრაინის დახმარების ფონდში რიცხავსო. და ულიცკაია ასე დატოვეს მისმა გამომცემლებმა ყველანაირი შემოსავლის გარეშე. თუმცა, რა თქმა უნდა, ულიცკაია არ არის ის ადამიანი, რომელიც შეეგუება ბედს, აგრძელებს ბრძოლას 92 წლის ასაკში, აგრძელებს წერას და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დღეს შეგვიძლია მისი პირველი ქართული თარგმანის წარმოდგენა და მისი პირველი თარგმანი ქართულ ენაზე არის არც მეტი, არც ნაკლები დანიელ შტაინი თარჯიმანი. ღმერთო ჩემო, ახლა კიდევ ერთხელ გადავავლე რაღაც ეპიზოდებს თვალი და შეუძლებელია ამ წიგნის უემოციოდ წაკითხვა. შეუძლებელია ასევე ამ წიგნის მოკლედ დახასიათება, თუმცა მე მაინც შევეცდები, რომ ძირითად მომენტებს გავუსვა ხაზი. თუ კი მოკლედ ვიტყვით რაზეა ეს წიგნი, მაშინ გეტყვით, რომ ეს წიგნი არის კათოლიკე მღვდელზე, დანიელ შტაინზე, რომელიც ებრაელია და რომელმაც იმის ფასად, რომ გეტოში ნაცისტების თარჯიმნად იქცა, თავი გაასახა გერმანელად, შეძლო გადაერჩინა თავისი თანამოწმე ძალიან ბევრი ებრაელი სიკვდილისგან. ანუ რაღაცნაირად უკვე როგორ ისე დილემებთან გვაქვს არა საქმე, ერთი მხრივ ადამიანი ებრაელი, სულით, ხორცით, წარმოშობით, შეგნებით, არსით გაგებით, რომელიც კათოლიკეა, კათოლიციზმს იღებს და მეორე მხრივ ასევე ებრაელი სულით, ხორცით, წარმოშობით და გაგებით, კაცი, რომელიც გესტაპოს უდგება თარჯიმნად იმისთვის, რომ გადაარჩინოს თავისი თანამოწმე. ოსკარ შინდლერია ოღონდ გაცილებით რთული გზით. ხო, გაცილებით რთული გზით. არა, ოსკარ შინდლერზე ბევრად უფრო ღრმა პიროვნება, არ ვიცი. მომენტებში მეჩვენებოდა, რომ ხო, სხვათა შორის ვერ ვიტყვით, რომ ეს წიგნი შენთვის ალბათ მაგაზე იყო, მაგრამ ჩემთვის ეს წიგნი არ არის მაგ კონკრეტულ ისტორიაზე. ეს უბრალოდ ერთი ეპიზოდია. ეს ყველაზე ცნობილი ამბავია დანიელ შტაინის შესახებ, რომლის გამოც მას სკოლებში იწვევენ და რომლის გამოც ცნობილი ადამიანი ხდება, მაგრამ ეს წიგნი სხვა რამეზეა და საერთოდაც მე თუ მკითხავთ ეს წიგნი მარტო დანიელ შტაინზე არ არის. უცნაური სტრუქტურა აქვს თვითონ წიგნს, იმიტომ რომ არატრადიციული თხრობის ფორმა აქვს ულიცკაიას შერჩეული. წიგნი შედგება მოგონებებისგან, სხვადასხვა პერსონაჟების მოგონებებისგან. ყველა მათგანი დაკავშირებულია დანიელ შტაინთან და საერთოდ აი როგორც მზის სისტემის პლანეტები ბრუნავენ მზის გარშემო, ასე ბრუნავენ პერსონაჟები მზე დანიელ შტაინის ირგვლივ. ეს წიგნი შედგება ასევე დღიურებისგან, მიმოწერისგან, წერილებისგან. ზოგიერთი მათგანი ძალიან სასაცილოა, ზოგი ძალიან ტრაგიკული. შედგება შეხვედრების სკრიპტებისგან, რომელსაც თქვათ დანიელ შტაინი მაგალითად გერმანიაში ატარებს მოსწავლეებთან, წავიდა ფრაიბურგში ჩადის და იქ ხვდება მოსწავლეებს, უკვე 90-იანი წლებია. საგაზეთო სტატიებისგან შედგება, ცნობებისგან, ახალი ამბებისგან და აი ამითი ამ რაღაცა კალეიდოსკოპურ ამბავს, თითქოს კალეიდოსკოპის ნამსხვრევებით ასე აკოწიწებ და საბოლოოდ შენს თვალწინ ჩნდება ხორცშესხმული ადამიანი, დანიელ შტაინი, პერსონაჟი, რომელიც ჩემთვის შეიძლება იყოს წმინდანი.
ცოცხალი წმინდანი მართლაც რომლის ცხოვრების მთავარი არსი ეს არის ადამიანისთვის და ადამიანობისთვის მსახურება. დანიელ შტაინი ცხოვრებაში არაერთხელ დადგა იმის წინაშე, რომ შეიძლებოდა ადამიანის რწმენა გაქრობოდა, იმიტომ რომ მან ასობით და ათასობით სახე და გამოვლინება იხილა ბოროტებისა. მან იხილა ბოროტება ყველა ფორმასა და ყველა განზომილებაში. აი, რა ვიცი რა, როგორ მდგომარეობაში შეიძლება არსებობდეს ბოროტება, დანიელ შტაინს ყველა აქვს ნანახი, მოსმენილი, გაგონილი, მაგრამ მას არ დაუკარგავს ადამიანების რწმენა. აი, ერთი ეპიზოდია, სადაც ის მოსწავლეებს ხვდება და ძალიან ნათელი ადამიანია, აი ძალიან სულ სიხარული ცავს რაღაც, სულ მშვიდი, მაგრამ რა თქმა უნდა, მას ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი, რასაკვირველია, მას ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. ბოლოს და ბოლოს ის ნაცისტებს ემსახურებოდა და მოსწავლე კითხავს, ყველაზე უარეს ომიდან რას გაიხსენებ და ყველაზე სასიხარულოს იმ წლებიდან და იხსენებს იქ ყველაზე უარეს, რასაც გაიხსენებს, როგორ გააკეთა ისე, რომ ხელი არ შეუშალა ერთი მეტყევის დამნაშავე, ჩამშვები მეტყევის და ერთი სოფლის გიჟის მკვლელობას, იმიტომ რომ ხელი რომ არ შეეშალა, პარტიზანების მთელი ბანაკი ჩავარდებოდა, მაგრამ უეცრად როგორ მიხვდა, რომ ვერ გადაწყვეტ, ღმერთი არ ხარ და მოკვდავი ადამიანი ვერ გადაწყვეტ, ვისი სიცოცხლე არის ფასეული და ვისი არა. ანუ არ შეიძლება შენ გადაწყვიტო ეს და მე როცა ეკითხებიან, ყველა სასიხარულო რა იყო, აი ეს ნათელი ადამიანებს მაპატიეთ, მაგრამ ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ. ანუ იმდენად ბევრი ბოროტება აქვს ნანახი, მაგრამ მთელ ამ წიგნს ალბათ რაც ლაიტმოტივად გასდევს, ეს არის დანიელ შტაინის რწმენა ადამიანების მიმართ და ადამიანობის მიმართ. და საერთოდ ეს წიგნი შემთხვევით ამ ულამაზეს ყდაზე არ ხატია ეს ბზარში ამოსული მცენარე. ეს წიგნი არის მაყურებლებო, მკითხველებო, ეს არის სიცოცხლის ჰიმნი, სიცოცხლის დღესასწაული. ეს წიგნი ძალიან ბევრ სიკვდილზეა, ძალიან ბევრ და დიდ და მასშტაბურ უბედურებებზეა, მაგრამ ესაა სიცოცხლის და ადამიანობის ზეიმი, სიცოცხლის ზეობა და რწმენა იმისა, რომ აი ყოველთვის სიმწვანე, სიცოცხლე ამოტეხს ამ რაღაცა, არ ვიცი, კედელს, ცემენტს, ბეტონს და მაინც პოულობს თავის გზას. ქვას არ არსებობს, რომ სიცოცხლემ არ იხაროს. გარდა ამ ასპექტისა, ძალიან საინტერესოა პოლიტიკური ასპექტები ამ წიგნში. განსაკუთრებით ახლა, როცა ისრაელ-პალესტინის ამ ომს და რა ვიცი რაც ხდება, ყველაფერს ვადევნებთ პირდაპირ ეთერში თვალყურს. ახლო აღმოსავლეთს, ხო. ბევრი რამ არის ამ ბევრი, აი მე ვთქვი, გახსოვს რომ ეს წიგნი არის კითხვებისა და პასუხების წიგნი. და მართლაც ამ წიგნში ბევრი ისეთ კითხვაზეა პასუხი, ჩემი აზრით პასუხი, რაც თანამედროვე სამყაროს ძალიან აღელვებს დღეს. აი რაღაც ერების რაობაზე, რატომ არის ეს ერი ისეთი როგორიც არის? რატომ არ არის ისეთი როგორიც თქვათ მსოფლიოს უნდა რომ იყოს? ნუ კონკრეტულ ერზე არ მაქვს ლაპარაკი, ნახავთ თქვენ თვითონ რა ხდება, ხო? მაგრამ კარგად არის აქ ახსნილი არსი ახლო აღმოსავლელობის, თუნდაც არსი ებრაელობის და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და კრიტიკული პოლიტიკური საკითხია საინტერესო კუთხით დანახული. თავად დანიელ შტაინის ტრაგედია თუ შეიძლება ამას დაერქვას, ალბათ დიდწილად პოლიტიკურია, იმიტომ რომ ის ებრაელია, კათოლიკეა, ომის გმირია და ებრაელები იღებენ როგორც ომის გმირს, მაგრამ არ იღებენ როგორც კათოლიკეს. აი თვითონვე წერს ახლა ზუსტად მოვინიშნე წეღანეს ადგილი. ჩემი წარმოდგენები იმ ქვეყნის შესახებ, რომელიც დაუსწრებლად ასე მიყვარდა, არც ერთ ნაწილში არ დაემთხვა რეალობას. აქ ვერაფერი ვიპოვე, რასაც ველოდი, თუმცა რაც ვნახე, მან ყველა მოლოდინი უკან მოიტოვა. ისრაელში ჩავედი როგორც ებრაელი და როგორც ქრისტიანი. ისრაელმა მიმიღო როგორც ომის გმირი, მაგრამ არ აღიარა ჩემი ებრაელობა. ჩემი ქრისტიანობა ჩემი ხალხისთვის შებრკოლების ლოდად იქცა. დაბრუნების კანონის მიხედვით ის თან ებრაელია და თან არ არის ებრაელი, იმიტომ რომ არის კათოლიკე მღვდელი. როგორც წესი, სხვა ფერადკანიან ადამიანებს აღიარებენ ებრაელებად, თუ მათი იუდაიზმი მიღებული აქვთ და ემსახურებიან რელიგიას, მაგრამ წარმოშობით ებრაელი, რომელიც მიიღებს სხვა სარწმუნოებას, ის აღარაა მათთვის, განსაკუთრებით ფუნდამენტალისტებისთვის. რაც მათი რწმენის განსაკუთრებულობაზე და სიმყარეზე მიგვანიშნებს. ტაძარი, რომელშიც დანიელ შტაინი მსახურობს, ილია წყაროსთან. ეს არის
ტაძარი, სადაც ყველა უბედური იყრის თავს. არ ვიცი მე ეს რა კაცია საერთოდ ეს რა სასულიერო პირია. თან არაფერი ზედმეტი, აი ყველაფერი ადამიანურის გაგება შეუძლია. ღმერთო ჩემო, მეორე მსოფლიო ომი აქვს ადამიანს გამოვლილი, როგორც ებრაელს, წარმოიდგინეთ, რითი შეიძლება გააკვირო, არ ვიცი. სხეულით ვაჭრობით გააკვირო, ნარკომანად, ნივთიერებაზე დამოკიდებულებით გააკვირვებ, ქურდობით გააკვირვებ, ვერაფრით ვერ გააკვირვებ. არაფერი უყურს, ყველაფერი აქვს ნანახი და ამდენად არის ძალიან მიმტევებელი და ახსნილიც არის აქ, რატომ მიიღო მაინც და მაინც კათოლიციზმი, არ მოყვები ხა, მაგრამ საოცარი მომენტი, არ ვიცი, არ იკითხება ეს წიგნი უცრემლად, ეს ეპიზოდები არ იკითხება უცრემლად და აი დანიელ შტაინიც არ წარმოგიდგებათ თვალწინ უცრემლად. ძალიან დიდი წიგნია, ძალიან დიდ პიროვნებას დაწერილი და რეალური პროტოტიპი ყავს. ხო, ამას. ნამდვილად არსებობდა ეს მღვდელი, რომელზეც ლიუდმილა ულიცკაიამ შეაგროვა ძალიან დიდი მასალა. გამოგონილი თითქმის არაფერია წიგნში, ყველა ისტორიული ფაქტი დასტურდება, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს ძენს ამ წიგნს და მართლაც უდიდესი წიგნია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოსალოცად გვაქვს ქართულ მკითხველს საქმე, რადგან დანიელ შტაინი უკვე ქართულ ენაზეა. და სანამ დავემშვიდობებით, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად ამ აბსოლუტური სიკეთისა, რასაც მთავარი პერსონაჟი განასახიერებს, რამდენი მტერი ყავს მასაც და მის საქმეებსაც და როგორი ნიშანდობლივია ეს ყველაფერი ჩვენი რეალობისთვის ალბათ, ხო? რომ ყოველს თავს უაზრო და უმიზეზო სიმკაცრეს გადის ხელოვნურ დაბრკოლებებს. კი. და მე ძალიან მომწონს, რომ ამ წიგნს სათაურად ქვია არა მამა დანიელ შტაინი, არა დანიელ შტაინი მღვდელი, დანიელ შტაინი ბერი, დანიელ შტაინი წმინდანი, არამედ დანიელ შტაინი თარჯიმანი. იმიტომ რომ მისი იდენტობა ალბათ ყველაზე მეტად ის არის, რაც მოხდა მაშინ გეტოში. რა მსხვერპლიც გაიღო მან ადამიანური და რა კომპრომისეც წავიდა საკუთარ სინდისთან იმისთვის, რომ სიცოცხლეს ეზეიმა. ბელარუსის ტყეებიდან დაწყებული. ხო. ნათია ორმოცაძის თარგმანია, ძალიან კარგი თარგმანი და რა ვიცი, მოკლედ გირჩევთ რა. წიგნს, ეს არის წიგნი, რომლის წაუკითხაობაც უბრალოდ არ შეიძლება, აი აუცილებლად ყველა იმ ადამიანმა, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ არის განათლებული, უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ყოფაში, თანამედროვე პოლიტიკაში, ისტორიაში, რაღაც საერთაშორისო მოვლენებში, ლიტერატურაში და ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ლიტერატურული გურმანი, ვინც იცის ნამდვილი დიდი ლიტერატურის გემო, მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებლად საკითხავი. დანიელ შტაინი თარჯიმანი. და გადავინაცვლოთ ახლა ჩვენს პატარა სტუმართან, ჩამინდა ირაკლის შვილთან, თინო ბაგურიძესთან. და ვაგრძელებთ გადაცემას საპატიო სტუმართან ერთად. გადაცემის მეორე ბლოკში სტუმრად გვყავს თინათინ ბაგურიძე. მოგესალმებით. და თინო გვეტყვის, თინო წარმოგვიდგენს წიგნს, რომელიც წაიკითხა და გვესაუბრება ამ წიგნის სიკეთეებზე, ხო? მანამდე ვეტყვი მე მაყურებელს, რომ აღნიშნულ წიგნ თინო, გარდა იმისა, რომ ჩვენი შვილი არის, ასევე ჩემი მოსწავლე ლიტერატურულ კლუბში და ამ ლიტერატურულ კლუბში მის ჯგუფთან გავდიოდით წიგნს, რომელსაც ერქვა დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა, მაგრამ თინომ ვერ მოითმინა და თვითონ წაიკითხა წიგნი, ხო? დიახ. მოგვიყევი, აბა, რა ხდებოდა, რა წაიკითხე, თავიდან შეგიძლია ყველაფერი თქვა. თავიდან გავიცანი მე დედა და მამა. მე გავიცანი ყველა 8 ბავშვი. რომ გავიგე, რომ სულ 8 ბავშვი ყავთ, გავგიჟდი, რამდენი ბავშვი ყავთ, ამდენი ანუ როგორ ყავთო? 8 ამბავია, ხო, უცებროდი. და როგორები არიან ეს ბავშვები? კეთილები, მხიარულები, შეიძლება ვთქვათ, ცნობის მოყვარეებიც. კი. და რაღაც ერთი თავისებურება აქვს ამ ბავშვებს. როგორი სახელები ქვიათ? წრიპა მორტენი, მილი, მაცი, ჰენრიკი მეთქი. ჰენრიკი მეგობარი არის. კი, ანუ ყველა ამ ბავშვის სახელი მოასოზე იწყება, ხო? ეგეც ძალიან საინტერესო. და რა ხდება ამ წიგნში, მოგვიყევი, აბა? ჯერ გვაცნობენ ყველა ბავშვებს დედას და მამას. მერე უკვე გვაცნობენ მეზობლებს, მეგობრებს.
ერთ დღეს ვიღაცა მოიპარა საბარგო მანქანა. ხოდა ბავშვებმა თქვეს, რომ ჩვენ წავალთ მოვძებნით ამ საბარგო მანქანას და ჩვენი გახდება ისევ. მერე იპოვეს საბარგო მანქანა ერთ მაღაზიასთან, ქუჩაში. და მერე თქვეს, რომ ეს ჩვენი საბარგო მანქანა არის. მერე წრიპამორტენმა თქვა, რომ არ ვიცი, შეიძლება ჩვენი არის, შეიძლება სხვისია. და მერე მაცმა თქვა, რომ ძალიან გავს ჩვენს მანქანას. აუ, მილი დაგიბინძურდა კაბა. რადგან მწონე საღებავი გადავიდა, ძალიან ეწყინა. ხო და ტირილი უნდოდა, მაგრამ მე წითელი ფერი გამოჩნდა. და თქვა, რომ მე მგონი ვიღაცამ შეღება მანქანა, ხო და ჯერ კიდევ არ გაშრა მანქანა. ანუ მანქანა რომ მოიპარეს, შეღებეს, ხო ქურდებმა და მიაგნეს ბავშვებმა თავიანთ მანქანას. კიდევ მე გამოვიძახეს პოლიციელები. მე პოლიციელებმა თქვას, რომ როგორ აგუხსნით, რომ თქვენი არის ეს მანქანა. მე მაცმა თქვა, რომ ჩვენი მანქანა წითელი ფერის არის და მე პოლიციელებმა თქვეს, რომ ეს მანქანა არის მწვანე. და მე ერთი პოლიციელი მეორეს ეუბნებოდა, ვინც სუსტად ახლა ლაპარაკობდა. სერ, თქვენ დაგიბინძურდათ კოსტუმი თქვენი. ხო და რომ შეხედეთ თქვა, რომ აუ, კოსტუმი დავიბინძურდა. რაღაცა წითელი ფერი ჩანს. მე გამოვიდა ქურდი, ვინც მოიპარა თვითონ საბარგო მანქანა და შეღებათანაც. ხო და თქვა, რომ ეს ჩემი საბარგო მანქანა არის, რა გინდათ აქა? ხო და უთხრეს, რომ უკაცრავად, ეს თქვენი არის თუ მოიპარეთ, ეკითხებიან პოლიციელები. და მე წრიპამორტენმა ამ კაცის მაგივრად წამოიძახა, ჩვენი არის. ხო. და მე მუთხრა, რომ ცოტათი ჩუმათი ლაპარაკე უთხრა. ხო და ასე, ხო ყურში უთხრა, კარგი, უბრალოდ ლაპარაკი მომინდა. კიდე რა ამბები მოყვა, ძალიან მაგარია. კიდევ რა ამბები მოხდა წიგნში? მე თქვეს, რომ ეს ჩვენი მანქანა არის, რომ აწიოთ სკამი, იქ გამოჩნდება ჩვენი ფოტო, დედასი, მამასი და ყველა ჩვენი ძმის და დის. პოლიციამაც აწია, ხო? და მე ქურდმა თქვა, რომ რა? არა, ჩემი ცოლის და ჩემი ნახატი ხატია, რომ ავწიოთ. მე აწიეს სკამი დასაჯდომი, ხო და დაინახეს ბავშვების სურათი. ხო მე თქვეს, რომ მართლაც ასე აღმოჩნდა, ეს ბავშვების საბარგო მანქანა არის. და მე თქვა, რომ და მე ქურდმა თქვა, უბრალოდ მე ძალიან მინდოდა საბარგო მანქანა. არასდროს არ მქონდა, ხო და ძალიან მინდა ერთხელ მაინც მქონდეს. პოლიციელებმა არაპატიეს, ხო და წაიყვანეს ციხეში. თქვეს, რომ 2 წლით ჩაგსვამთ ციხეში, მაგრამ თუ 2 თვეში მივხვდებით, რომ თუ 2 თვეში გამოვხვალთ, მაშინ შეუძლებთ, რომ გამოგიშვათ, ხო და გამოგიყვანოთ. თუ კარგად მოიქცევია, ხო? კაი, კიდე სხვა ამბები, რა ამბები მოხდა, მოკლედ რომ მოგვიყვე წიგნში, ძალიან საინტერესოა. ერთხელ ჰენრი იყო ერთი ბიჭი მეზობელი, ჰენრიკი და ჰენრიკის მამა იყო ეს ქურდიც, რომელმაც საბარგო მანქანა მოიპარა. და რომ ცოტა მაინც ვერ შეამჩნიეს ოჯახმა, ანუ ორივე მეზობლები იყვნენ, ზემოთ ქვემოთ, აი ასე მეორდებოდა ყოველ სულ, ხო და ერთ დღეს მოვიდა ჰენრიკის მამა. ხო თქვა, რომ ძალიან დიდი ხმაური არის, დელი 7 საათი არის, ვერ გიხმაურებთ ასე ძალიან. აღმოჩნდა წრიპამორტენი ხმაურობდა და ხმაურობდა. მოდი კიდე რა მოგვიყევი, იცი? აი ესე რომ გითხრა, აი მოკლედ რომ გითხრა, კიდევ რა ამბები ხდება წიგნში იმისთვის, რომ აი რატომ უნდა წაიკითხონ ბავშვებმა ეს წიგნი, რა ხდება ასეთი? ძალიან კარგი წიგნია. საინტერესო სასაცილო ამბები ხდება? სასაცილო და როგორები, აი მოკლედ რომ გითხრა. ერთხელ
მოჩამოვიდა დიდე და შობაზე როცა ჰენრიკიც იყო. ხო და მე დიდი ხანი ელოდებოდნენ სანამ შემოვიდოდნენ და მე წრიპამორტენმა ყურში მამას უთხრა თოვლის ბაბუა მოვიდა ჩვენთან. მე მთელ სახლშიც დაეყვირა და დიდი ხანი ელოდებოდნენ. ხო და მე დედამ თქვა რომ თოვლის პაპას კი არ ჩანს, თოვლის დიდედას ჩანს. ხო შემოვიდა დიდედა. ხო თქვა რომ შობას გილოცავთ ჩემო ოჯახო. ნამდვილად. კიდევ ხდება ხომ რაღაც ამბები, ძაღლის ამბავი, საათის ამბავი? მაგალითად საათის ამბავში როგორ მოხდა? საათი გაფუჭებული ჰქონდა თუ ვერ აღვიძებდნენ დილას. ვერ იღვიძებდა ხო? ვერ იღვიძებდნენ. და კიდევ რომ იღვიძებდნენ, მამა ამბობდა. ბავშვები აგვიანებენ სკოლაში და ბაღში სასწრაფოდ ავდექით. ხო მე დგებოდნენ და ერთ დღეს სახელმოს ასე დაჭდნენ, ხო და მოეფიქრეს. როგორ ანუ ფიქრობდნენ, ვინ უნდა გაგვაღვიძოს, როგორ უნდა გაგვაღვიძონ. ხო მე როცა ამ ამბავზე ფიქრობდნენ ასე იჯდნენ, ხო და მე მამამ თქვა რომ მორტენი ჩვენ სანამ გავაღვიძებთ წრიპა მორტენი სულ 1000 რამე საშავებს. ეს რაღაცები მილიმაც დაამატა. და მე თქვას რომ რა მოხდება რომ მორტენი გამოვიყენოთ მაღვიძარით. ხო და ყოველ დღე ან მორტენი თამაშობდა ეზოში, ან სათევზაოდ მიდიოდა, ხო რომ მოდიოდა უკვე დილი 7 საათი ხდებოდა. ხო და ზარზე რეკავდა. მე დედიკო ხანდახან ეუბნებოდა, ყოჩახ, უკვე შენი შეძელი, უკვე შენი წუდები ზარს. საბოლოოდ იყიდეს საათიც, ხო? ხო. მოკლედ რა, თინო, ძალიან ბევრი ვიცი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი ხდება. აი, საბოლოოდ შეჯამებისთვის რომ გითხრა, რაზეა წიგნი და რატომ უნდა წავიკითხოთ? შენი შეფასება რომ გითხრა? ძალიან საინტერესო წიგნი არის, აზრიანი არის ძალიან, ხო და საყვარელი არის კიდევ ცოტათი გულსაჩუყებს ზოგიერთ ადამიანებზე. მაგალითად ვერ ვამთავრებდი ტირილი მომინდა ძალიან, იმიტომ რომ ბოლოში ისეთი რაღაცები წავიკითხე, რომ ძალიან მომინდა ტირილი. საყვარლობების გამო მოგინდა ტირილი და არა ცუდი ამბების გამო, ხო? რა კარგია. რომ ვიხსენებ, ხანდახან კიდევ ტირი ვარ ამ წიგნზე. რა საყვარლობა, მართლაც საოცარი წიგნია და გაგრძელებასაც უნდა წაიკითხავ? აუცილებლად. კიდევ რას გვეტყვი? აი რა აზრი გამოიტანე ამ წიგნიდან? აზრების გამოვიყვანე, რომ ხიარულები და რომ კარგი ცხოვრება და ხიარულები ვიყოთ არა აუცილებელი სიმდიდრე. ხო, მართალია. იმისთვის რომ ბედნიერები ვიყოთ, სიმდიდრე საერთოდ არა საჭირო, ხო? აი, ყველაზე მთავარი ჩემი აზრითაც, ხო. მაგალითად, ამ ოჯახს საერთოდ არ ჰქონდა ფული, საერთოდ არ იყვნენ მდიდარი, ხო და ერთხელ მეზობელმა მისცა 100 კრონა, რადგან ხანჯარი მოხდა. ხო, ხანძარი. ხო და გადაარჩინეს წრიპამორტენ მამაც თქვა რომ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი მეზობლები არიან. ხო და მისცეს 100 კრონა. ხო და მე წავიდნენ სასეირნოდ, ხო და დაინახეს რომ ყიდიდნენ საათს. ხო და მე მამამ თქვა რომ ვაძლევ 5 კრონას და საათი ჩემია და აუქციონზე შეიძინეს, ხო? ხო და საათი ჩვენი არის. მოკლედ ღარიბობად სახალისო ქონდათ, ხო? ხო, მე მოვიდა შემდეგი კაცი ხო და თქვა რომ 10 კრონას ვაძლევ და საათს ვიღებთ. მე უფრო მიამატა მამამ თქვა რომ 20 კრონას ვაძლევ. მე კაცმა თქვა 25 კრონას ვაძლევ. საბოლოოდ რამდენად იყიდა მამამ? მამამ მე თქვა რომ 90 ყიდულობ და ჩვენი არის. მე თქვა კაცმა 95 კრონა და ჩვენ ვყიდულობთ საათს. და მე ბავშვმა ასე შეხედეს მამას, ცოლმა ასე შეხედა, ხო და მე თქვა რომ 100 კრონას ვაძლევთ, ხო და ჩვენი არის საათი. აი, აქაც
არის ნახატი, როგორი საათი არის. გუგულიანი საათი იყიდეს, ხო? მოკლედ იმის თქვა გინდა, რომ აი ესე გაჭირვებულობაშიც კი სიხალისეს პოულობდნენ, ხო, ბავშვები და ოჯახი. მაინც ბედნიერები და მხიარულები იყვნენ, ხო? აი ესა ალბათ თავარი მადლობა, რომ ეს ახსენე, იმიტომ რომ თავარი რაც ამ წიგნში ბავშვები წაიკითხავენ არის ის, რომ ბედნიერებისთვის საერთოდ არაა სიმდიდრე საჭირო. ხო, იმიტომ რომ როგორ ცხოვრობდნენ მთელი ეს ოჯახი, რამდენი ბავშვი ყავდათ, რამდენი 10 იყვნენ სულ ბოლომდე, თავიდან ბოლომდე, თუ დიდედაც დავამატოთ, 11 იყვნენ. ხო და როგორც უნდათ, ისე კი არ ცხოვრობდნენ. აი, უნდათ რომ ცოტათი მდიდრები იყვნენ მაინც, მაგრამ ვერ ხდებოდნენ მდიდრები. მამიკო ბევრ სამუშაოზე დადიოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხდებოდნენ მდიდრები. ხო და მე ერთ დღეს მათ ყველაზე უფროსმა მათმა მეთქი 12 წლის ბავშვმა თქვა რომ ძალიან ღარიბები ვართ, მაგრამ ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს, ძალიან კარგი სიცოცხლე გვაქვს, ხო და ძალიან მინდა რომ ასეთი იყოს სულ და ყველას მინდა გქონდეს თქვა უფროსმა. ძალიან დიდი მადლობა. აი ეგ იყო მთავარი, რა თქვა უფროსმა შვილმა, რომ ვართ ბედნიერებიო, ხო? მთავარი ხომ სიხარული და ბედნიერებაა ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა. აი დაწვრილებით გახსოვს თან წიგნი ყოჩახ შენ. და გელოდებით მომდევნო გადაცემაში, როდესაც წაიკითხავ ამ წიგნის გაგრძელებას, ხო? აუცილებლად წავიკითხავ. მადლობა. თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე.